სიცხეში შეიძლება თვითმფრინავიდან ჩამოხსვან. და ახლა გეტყვი რატომ. როდესაც ცხელა, ადამიანები ერთმანეთს მაინც და მაინც არ ეხუტებიან და ცოტა შორს დგებიან. ჰაერის მოლეკულებიც ასე იქცევიან, ცხელდებიან და შორდებიან ერთმანეთს. როდესაც მოლეკულები შორს დგანან, ჰაერი ნაკლებად მკვრივია. მაგალითად, 1 კუბურ მეტრ ჰაერში სიცივეში უფრო მეტი მოლეკულაა, ვიდრე სიცხეში. ეს ეფექტი განსაკუთრებულ ძლიერი გრძნობა მაღალ სიმაღლეზე მდებარე აეროპორტებში, სადაც დაბალი წნევა და სიცხე ერთდროულად ამცირებს ჰაერის სიმკვრივეს. ასეთ პირობებში მოლეკულები კიდევ უფრო შორს არიან ერთმანეთისაგან. თვითმფრინავის ძრავისათვის ორი მთავარი ელემენტია: საწვავი და ჰაერი. თუ ჰაერი ნაკლებია, წევაც ნაკლები იქნება და თვითმფრინავი ვერ აიყვანს იმ წონას, რაც ჩვეულებრივ შეუძლია. ამ დროს საჭიროა უფრო გრძელი ასაფრენი ზოლი. მაგრამ თუ მის შემდეგ მაღალი დაბრკოლებაა, ან ბილიკის სველია, წონის შეზღუდვა გარდაუვალია. ხანდახან ეს ნიშნავს ნაკლებ ბარგს ან გზავრების რაოდენობის შემცირებასაც. მაგრამ თქვენ დასამშვიდებლად ვიტყვი, რომ მფრინავებს გვაქვს რამოდენიმე ხრიკი, რომ მაქსიმალური წევა მივიღოთ. გარდა იმისა, რომ ძრავებს მაქსიმალურ რეჟიმზე გავუშვებთ, ასევე შეგვიძლია კონდიცირების დროებით გამორთვა, რომ ძრავებისთვის მეტი ჰაერი დარჩეს. თუ ეს შესაძლებელია დაღმავალი ბილიკის არჩევა, რომ სიჩქარე მალე ავიღოთ და რა თქმა უნდა, შემხვედრი ქარის გამოყენება, რომელიც აფრენასაც ამარტივებს და დაშვებისას დამუხრუჭებასაც უწყობს ხელს. ეს პატარა გადაწყვეტილებები ზოგჯერ ასაფრენ დისტანციას ამცირებს ასეულობით მეტრით და გვაძლევს საჭირო სიჩქარეს დროზე ადრე, მაგრამ სველი ბილიკი კიდევ ერთი გამოწვევაა. მოულოდნელი გაჩერებისას დამუხრუჭების დისტანცია საგრძნობლად იზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აფრენის გადაწყვეტილება უნდა მოხდეს უფრო ადრე, ვიდრე ეს მშრალ ბილიკზე ხდება. ამიტომ სიცხე, სიმაღლე და სველი ბილიკი ერთად შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ თვითმფრინავს წონის შეზღუდვა დაუწესდეს. ბარგზე, გზავზე ან ორივეზე. ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მიუხედავად ამ სირთულეებისა, ზუსტად და უსაფრთხოდ ჩაგიყვანოთ იქ, სადაც ოცნებობ. მომდევნო ფრენამდე და კეთილი მგზავრობა.